ამჟამად ვიმყოფებით სოფელ დაშბაში, ოღონდ არა იმ ეგრეთ წოდებული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურასთან, არამედ უშუალოდ სოფელში, საიდანაც კანიონს ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს ის თავისი ბუნებრივი იერსახე, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჯერ კიდევ ბუნებრივი სახით შენარჩუნებული კანიონი დაათვალიეროს, ურჩევ გამოიაროს, ეწვიოს უშუალოდ სოფელ დაშბას. რაც შეეხება თვითონ კანიონს, კანიონი ეს არის ლავურ ნაკადში გამომუშავებული მდინარე ქციას მიერ კანიონისებრი ხეობა, რომლის ფერდობებზე გარკვეულ ადგილებში გამოედინება წყლის ნაკადი, რომელიც ქმნის ძალიან ლამაზ სამბეჭდავ ჩანჩქერებს. როგორც წითელ წიგნში ვკითხულობთ, ეს წყლის ნაკადები გამოწვეულია წალკის წყალსაცავის დაგუბების შედეგად. სოფელი და მის მიმდებარე ტერიტორია ზღვისდოიდან დაახლოებით 1200-1350 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კანიონის ფერდობებში მრავლად შეხვდებით სხვადასხვა სახის გამოქვაბულებს, რომელთა ნაწილი, რა თქმა უნდა, ადამიანების მიერ არის გამოქვაბული სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ წარსულში, თუმცა ამ არეალში ასევე გვხვდება ბუნებრივად შექმნილი სხვადასხვა ტიპის გამოქვაბულები, რომელიც ვულკანურ ქანებშია გამომუშავებული. რაც შეეხება თვითონ სოფელ დაშბას და მიმდებარე არეალს, გარდა კანიონისა, რომელიც დაცული ტერიტორია და ბუნების ძეგლს წარმოადგენს, სოფელში და მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ზოგადად წალკის მუნიციპალიტეტი და ეს ტერიტორია მდიდარია ამ მიმართულებით. სოფელშიც რამდენიმე ტაძარია, არის ძველი ნასახლარები, არქეოლოგიური ობიექტები და მხოლოდ კანიონის დათვალიერებით არ უნდა შემოიფარგლოთ, რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილი აღწერდა აქაურობას, მაშინ ამ სოფელს ახალქალაქი ერქვა, აღწერდა როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს, სადაც მდინარე ქცია ჩანჩქერი დიდნაკადად გადმოდიოდა და ვარდნის ადგილას აჩენდა ტბის მსგავს მორევს, რომელიც მდიდარი იყო თევზის სხვადასხვა სახეობებით. თუმცა დღეს რა თქმა უნდა ეს გარემო იმ ფორმით შენარჩუნებული აღარ არის, მაგრამ დაშბაშის ეს სოფელ დაშბაშის ეს მონაკვეთი ნახვაზე ძალიან დიდ დაბეჭდებას ახდენს მაინც. რა თქმა უნდა, არ დაგავდეთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და დაელოდეთ მომდევნო ვიდეოს მომდევნი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობის შესახებ.